იოანე მოციქულის პირველი წერილის მესამე თავის მე-4-დან მე-10 მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულუებას სჩადის და ცოდვა ურჯულუებაა. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა იტვირთოს ჩვენი ცოდვები და რომ მასში არ არის ცოდვა. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს, ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ, სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისთვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შესცოდოს. ვინაიდან ღვთისგან არის შობილი, ამით შეიცნობიან ღვთისშვილი და ეშმაკის შვილი. ყოველი, ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისგან და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. თითოეულ მსმენელს ვაკურთხებ იესო ქრისტეს სახელით.